ჯერჯერობით სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია ანტონ ჩაჩინს ის პირდაპირ გადავიდა შეკითხვებზე გამომძიებელთან, რომელმაც ის დააკავა უშუალოდ გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში და შეადგინა მისი დაკავების ოქმი. მანამდე გამომძიებელი 2 საათნახევრის განმავლობაში არჩილ ნაცრუშვილზეა საუბარი ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის გამომძიებელზე. მას 2 საათნახევრის განმავლობაში კითხვებს უსვამდნენ პროკურორი და ადვოკატი. არჩილ ნაცრუშვილმა ისაუბრა იმ ოპერატიულ ინფორმაციაზე, რომელიც მისი თქმით მიიღო პოლიციის განყოფილებაში ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტში, მივიდა ის მისამართზე ანტონ ჩეჩინთან და მას შემდეგ რაც ის არ დაემორჩილა ძალის გამოყენებით ჩასვა ავტომობილში და გადაიყვანა გამოკითხვაზე პოლიციის დეპარტამენტში, სადაც ასევე მანვე შეადგინა დაკავების ოქმი. მასთან უამრავი შეკითხვა არსებობს, ბუნებრივია, ადვოკატი უსვამდა მას კონკრეტულ შეკითხვებს საგამოძიებო პროცედურებთან დაკავშირებით, თუმცა ის თავის არიდებას ცდილობდა 2 საათნახევრის განმავლობაში მოსამართლეს უწევდა მისთვის შეხსენება იმისა, რომ ის იყო მოწმე და უნდა epasukha შეკითხვებისთვის, რასაც შემდგომ უკვე სასამართლო პროცესზე ბუნებრივია მოყვა ხმაურის დაპირისპირებაც. არქეოლოგიურ შემოწმებაზე შემოწმების შესახებ კონკრეტულ ოქმზე. გითხარით მაგაზე პასუხი. უარი განაცხადა თუ არა? მოდი შევამბო. ერთგვარად შევამბო. მე მგონი მარტო თქვენი ცით ბატონაშო. კარგი, მაშინ გასაგებია. ოქმის სამი ადამიანი ხო არა? შედგენა მაგას შეიძლება ეგრე მონაწილეობა მონაწილეები ძალიან აგრესიულია და აღზნებულია ადვოკატი იო დაშვიდა დიახ, მე შევადგინე ეთქედო. მე მოვაწერე 4 ხელი რომ შევადგინე 4 რომ უარი განაცხადო. Figit xonit რომ მიიღო ზომები. ადო იჩეს უზრდელი. მაშინ მიიღებს ზომები ხალხი მე დავიწყებ რომ მოხდა. მე დავიწყებ. ხო მიიღებ მაშინ. ხო და მე რომ ვარ შოულას ეს გუშინ მაშინ მიიღებს. როგორ არ მიშლის გასო რასაც მოსო განსხვავდა ერთი რომელსაც შევადგინე ოქიმი წარმოქმნილი არ შეუყვანია მონაწილეები ამას გულისხმობ მე რომ ეს მოაწერდა ხერხს შეიძლება შეიტანა არ შეჩვია კან მაგრამ ამათ პასუხი გასავ ბატონო პროკურორმა ბატონო შიმაკი გოგეჯიშვილმა ეს გააკეთა არის მოსმისთვის მითითება მინიშნება რომ თურმე შენიშვნა არ არის შეტანილი ოქში პირდაპირ დაანახა აღნიშნული ფუნქციები მოგვითხოვე ბატონო შიმაკი გოგეჯიშვილი აცილებული იქნას შიმაკი გოგეჯიშვილი თვითონ ახდენს კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას კონკრეტულ ოქმებს აჩვენებს აბა ეს მიშის მე უნდა დაგაჯარიმებ მაშინ ეს კომიშნის ახლა ხო მე ვთქვა შევადგინე ბატონო. კი ბატონო, ჩემი შედგენილია ისო. ერთ პიროვნმა შევთავაზე, კიდე მიიღო ნარკოლოგიურ შემოწმებას, გაივლით მეთქი შევთავაზე. არაო, კი ბატონო მეთქი, გადავიყვანეთ ამის მერი კაპეზე შევადგინე ეს ოქმი უარის განცხადების და დავამთავრე. მე მოვაწერე მარტო ხელი. არ ჭირდება ამას მისი ხელის მოწერა და გაცნობა. არ ვიცი, აღარ დამასრულებია. ანტონ ჩეჩინს სიდისის პატიმარ საგამოძიებო უწყება ნარკოდანაშაულის დალობა და მას სულადურ თავისუფლების აღკვეთის მოხდი აქვს წაყენებული. ის საუბრობდა მასზე ძალადობის შესახებ პენიტენციურ დაწესებულებაში. საინტერესოა ახლა ისაუბრა თუ არა, მიეცა თუ არა, რა თქმა უნდა, მას სიტყვის თქმის უფლება სასამართლო პროცესზე ისვამდა შეკითხვებს ბოლოს გამომძიებელთან, რომელმაც მას დაადო ხელბურგილი, გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში, შეადგინა ოქმი, თუმცა ამ ოქმზე ანტონ ჩეჩინს ხელი არ მოუწერია.